ბორჯომში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა რთულ პირობებში ცხოვრობს, მათ მდგომარეობას ადგილზე მათაც გადამღები ჯგუფი გაეცნო. სამოქალაქო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩვენი ჟურნალისტი ბორჯომში იმყოფებოდა, როგორც გაირკვა, დევნილების დასახლებაში მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა და ელექტროგაყვანილობა, თუმცა მთავარ პრობლემად მაინც უმუშევრობა რჩება. დევნილები ყოფილ და ახლანდელ მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ბორჯომში სანატორიუმ ლიკანის მესამე კორპუსში 124-მდე აფხაზეთიდან დევნილი 20 წელია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. დევნილები აცხადებენ, რომ სამუშაო არ აქვთ. თავის რჩენის ერთადერთი წყარო პენსია ან სახელმწიფოს მხრიდან დანიშნული 22 ლარიანი შემწეობაა. თითოეული დევნილი 12 კვადრატულ მეტრ ფართშია შესახლებული. კორპუსში სხვა პრობლემებთან ერთად მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა და ელექტროგაყვანილობა. დევნილები ლტოლითა და განსახლების სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. გვარების ამბავი საერთოდ არაფერი მოვლენ, გადაიღებენ და აშუქებენ და всё. ხან ერთმანეთს დავეხმარებით, სული რო არ ამოგძურეს ერთმანეთს, დავეხმარებით მეზობლები იქით, ან თუ ვინმეს რამე ეკნა და 22 ლარით ვარსებობთ. გაწვიმების შენობის მოუწესრიგებელი სახურავიდან წყალი ჩამოდის, სარდაფიკი საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ვერ იტევს, რამაც ხელი შეუწყო მხნელების მომრავლებას. ფართების სიმცირის გამო რამდენიმე ოჯახი კორპუსის აივანზე მოწყობილ ფიცრულში ცხოვრობს. რაც იყო კრაუტები და ყველაფერი სულ გაყიდეს და მიცეს. ხასი აი ხო ხდა რა წევა საგორეში 20 ბიჭი და ერთ ოთახიაში ვარ, ერთ კრაუტზე ვარ საწოლებიჭი. დასალევი წყალი ჩვენ არა გვაქვს. ალახშან წყალსო ხან წვიმარვა იქნება. არავითარი დახმარება ჩვენთვის არ არის, არაფერი არ კეთება ჩვენთვის. გარემოდონ დაგვიკანონონ, ან რაღაცა გააკეთონ საცხმაკიდებულებმა. მოდიან პანამ ის არჩევნები რო იქნება. არც ხმას არ მიცე. სანატორიუმ ლიკანი მიმდინარე წლის დასაწყისში შეპესე რაიმონდზე გასხვის და ინვესტორს აღნიშნული კორპუსის რეაბილიტაცია უნდა დაეწყო და დევნილები შესაბამისი ფართით უნდა დაეკმაყოფილებინა, თუმცა საკითხი ამ ეტაპზე შეჩერებულია. სანატორიუმის დირექტორის მოადგილე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტროს პრობლემის მოგვარებისთვის არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ჯერ მივწერეთ ამ სამინისტროს წერილებით, რომ ეს პრობლემა აქვს, ეს პრობლემა აქვს. მაგრამ არავინ არ იყო არც მაშინ ყურად და არც ახლა და პრეტენზიები მე მესმის ამათი, მაგრამ მე რა შუეში ვარ. წლის ბოლომდე ხაშურსა და ბორჯომში რეაბილიტირებულ შენობებში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. აცხადებს მათქნესთან სატელეფონო საუბრისას დევნილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკატერინე გულუა. სამინისტროს აღნიშნული საკითხი შესწავლილი აქვს ჩვენი წარმომადგენლები გასულ კვირასაც იმყოფებოდნენ ლიკანში. ჩვენ წლის ბოლომდე ექნება რეაბილიტირებული შენობა, რეაბილიტირებული ბინები, რომელსაც შერთავაზებთ დევნილებს. ბორჯომში მცხოვრები დევნილები აცხადებენ, რომ მოთხოვნის დროულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შიმშილობის დაწყებას აპირებენ.